დღევანდელ ვიდეოში ჩემს ქოხში მივდივარ დასარჩენად, მაგრამ ღამით რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდება. გესმით? რაღაც დაიჭირეს და მოკლეს. გაჩვენებთ ტყის საოცარ ბინადრებს, როგორც დღისით, ასევე ღამით. მოვამზადებთ ძალიან გემრიელ საქონლის ხორცს, თანაც პრიმიტიული მეთოდით. მოგიყვებით ერთ საოცარ სასწაულზე, რომელიც ჩემი თვალით ვიხილე და რომელი ამბავსაც 5 წელი არავის ეუბნებოდი. და ასევე მეგობრებო, გაჩვენებთ ბრაზიან ტურას. ჩაუჯექით და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. პირველ რიგში კამერა უნდა შევამოწმო. 38 ვიდეოა. ტურები? რა ცხოველია ეს? რა რამაზი რაღაც არის? გავაფრენ მეგობრებო, წყალზეა მოსული. აუ, ეს რა ტიპია? მელია არის? დღის კადრში. კიდევ რაღაც თუ რაღაცები, დღე რაღაც არის. მელია? ტაისონი. მეგობრებო, კადრების ნახვის შემდეგ ვარ უბედნიერესი, ბევრი საინტერესო არსება დავაფიქსირე. თან ბევრი კადრი არის და ერთი სული მაქვს, როდის გაჩვენებთ, აი. ძალიან მომწონს ეს პროცესი, კამერას რო დატოვებ, რომ მოდიხარ და მე რაღაც ხდება, აი, ძალიან სასიამოვნო არის. ტურების ოჯახი, კიდე მრავალი რამ. ნახავთ კამერა ვიდეოში. აი ხა მაგ ყველაფერს რო ვუყურებ, მე უბრალოდ კიდე უფრო მეტად არ მისმის. როგორ შეიძლება დადგე და რაღაც მოკლა. არ გეგონოთ რომ პატიოსან მონადირეებს კიცხავთ ან რაღაც ეგეთი. და ბრაკონიერებად გაიგივებთ ან რაღაც ეგეთი, მაგრამ უბრალოდ ჩემ თავზე ვიძახი. მე პირადად ვერ წარმომიდგენია რომ ღმერთმა დამიფაროს რომ ამ იარაღით რაღაც მოკლა. დღეს მეგობრებო, აქ უნდა დავრჩე. დღეს მეგობრებო, ბევრი წყალი წამოვიღე ჩემთვისაც და ცალკე ცხოველებისთვისაც, იმიტომ რომ როგორც კადრებში ვნახე, წყალზე იყვნენ მოსულები, სვავდნენ და ეგ ძალიან გამიხარდა რა, იმიტომ რომ მაგათვის გავაკეთე პირველ რიგში და არა ვიდეოს. ვიდეო უკვე მეორე ხარისხოვანია მანდ. და რადგან ეგრე არის, დავგეკმავ რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე დღეში, როცა დავაპირებ აქეთ კიდე წამოსვლას, უფრო დიდ პარკს ვიყიდი. ამჯერად ეგეთ შავ პარკს არა, ის სქელი თეთრი პარკები რომ მაგას ვიყიდი, უფრო დიდ და რამდენიმე ფენას გავუშვებ, ანუ ამას გავადიდებ და მინდა რომ მთლიანად დავფარო ქვებით. წარმოიდგინეთ, აი, პარკი რო აღარ ჩანდეს რა. უფრო ბუნებრივს რო გავდეს. მთლიანად დავფარავ ქვებით და ზუსტად მაგ ადგილას გავაკეთებ, უფრო მოძბდი. ამ ადგილას ერთი პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე რო ვაკეთებდი აქ ქოხს, მაგდენი არ მიფიქრია, რომ მანქანიდან არის საკმაოდ შორს. ბევრია სავალი, თანაც აი სასტიკი აღმართები, აი ესე დავდივარ რა. ძალიან ცუდი აღმართები და ეგერ გავთვალე. მაგას ერთი პლუსი ის აქვს, რომ აქეთ ადამიანები ვერ მოხვდებიან. ერთი მინუსი ეგ აქვს, რომ აი მძიმე ვარგისტრება, ეგეთ დიდ აღმართებზე ძალიან ცუდი არის. ვინც არიცით მეგობრებო, წინა ნაწილში ჩემს ქოხთან ახლოს გავაკეთე ტბორი ტყის ცხოველებისათვის, რადგან ამ ტყეში წყალი საერთოდ არ არის, არც ტბორი მინახავს და არც რაიმე მდინარე ან ნაკადული. შესაბამისად, წყალი ყოველთვის ვერ ექნებათ, თუ წვიმას არ დაეროდნენ ან სადმე შორს არ წავიდნენ. ფოტოხაფანგი დავაყენე ტბორთან, დავტოვე რამდენიმე ტყით. ახლა კი მეგობრებო, იხილეთ ეს საოცარი კადრები, რომლებიც ჩემმა ფოტოხაფანგმა დააფიქსირა ტბორთან. ჩაუჯექით.
ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რა დიდი ბედნიერების მომტანია ასეთი კადრების ნახვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავ, რომ მათთვის რაღაც კარგი გავაკეთე და მოეწონათ. Tyson! Tyson! დღეს ჩემთან ერთად არის შავხანი, რომელიც გაგაცანით ამ ქოხის წინა ნაწილში. დღეს არც ნაჯახი არ წამომიღია, არც ხეხი, არაფერი მსგავსი. მხოლოდ მაქვს თან შავხანი. ამით მოვიპოვებ შეშასაც, რამის გათხა თუ დამჭირდა და რავი, ყველაფერი რაც ხეს ეხება. დღეს შეშამინდა საჭმელი მაქვს მოსამზადებელი. ამიტომ გამითაც რომ ენთესა სანამ დავიძინებ. ისე ყოველ შემთხვევაში მეგობრებო, იმიტომ რომ კადრებში რაც ვნახე, პატარა ტურები. პატარა ტურასთან ახლავს დედა, რომელიც განსაკუთრებით საშიში არის. ამიტომ ეგეთ მომენტში უკვე უფრო სიფრთხილე გვმართ. ტბორი ასე გამოიყურება, მეგობრებო. სიმართლე გითხრათ. მეგონა რომ უკვე ამუშრალი დამხდებოდა. აი შემდეგში, როცა ახლის გაკეთებას დავაპირებ, ორი ამხელა რო გავაკეთო, უკვე იდეალური იქნება. წყალი ბევრად დიდხანს გაჩერდება და მართლა დიდი იქნება რა. ორი ამხელა ზუსტად. და შედარებით ღრმა, მეგობრებო. მეტი წყალი რო ჩაეტიოს. უბრალოდ მაგის შევსებას ფიზიკურად მარტო მე ვერ შევძლებ, ძალიან ბევრი წყლის ამოტანა მომიწევს რა. ამიტომ წვიმები რო იქნება, მერე წვიმა ამოავსებს და მერე ეს кайხანი იქნება. აი წვიმის ტბორები რაც მინახავს ტყეებში, საკმაოდ დიდები და ღრმები და თხანს გაჩავენ მერე ეგ ტბორები. ეს რა არის, წელი ჩავარდა. ორი ამხელა რო გავაკეთო, უფრო ღრმა, სადღაც ერთი მტკაველის სიღრმე რო დავამატო, ძალიან მაგარი იქნება. და სულხებით რო ამოვასო, რომ პარკი საერთოდ არ ჩანდეს. ორი ამხელის გაკეთებას კიდევ შემიძლია, რომ ეს დავტოვო და ამის გვერდზე დავამატო მეორე. უბრალოდ რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მე მაგას კარგად სახში მოვიფიქრებ, რაღაც ჩანახაზები გავაკეთებ და მაგის მიხედვით განვახორციელებ მე ჩემ გეგმას. ეხმარებს შევაგროვებ ამას დასანთებად. მე რა უკვე დიდი შეშა მაქვს და დავამტვრევ. ოჯახ შავხანს ყოჩაღ მომეწონა კარგა გაჭრა თან კარგი ხმელი ხი არის დამპალი და რაღაც არ გეკონოთ მაგრა ცხელე უბრალოდ ცეცხლის დანთება არ მინდა მაგრამ რა ვქნა ყვებას არ უარღვევდა
ხიკვის ბუმბული. რა კარგია მეგობრებო, ყოფნა განსაკუთრებულად მიყვარს. აი ჩემი ქოხი როა და რამე. ქოხზე რო გეუბნებოდით წინა ვიდეოებში, არ მახსოვს რამდენი ნაწილის წინ გითხარით, მაგრამ ქოხთან დაკავშირებით მქონდა სიახლეები. მაგას განვახორციელებ აგვისტოს ბოლოს ან უკვე სექტემბერში. არ გეტყვით ოღონდ რას ვაპირებ, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაც იქნება. აი ტყის ცხოველებს რაც შეეხება, წყალზე უკვე გითხარით. მინდა რომ ყოველ ამოსვლაზე წამოვუღო რამე საჭმელი, თუნდაც ტაისონის საჭმელი რო წამოვუღო ხოლმე, იმიტომ რომ ბევრჯერ დამიტოვებია და ჭამენ, მოსწონთ რა. ხორცის ნარჩენებს, ძულებს და რაღაც ეგეთებს სულ ვუტოვებ ხოლმე. თუ კი რამე საჭმელი მრჩება, სულ ვუტოვებ. იმ კადრებშიც მაშინ თევზის ნარჩენები რაც დამრჩა, წყალთანვე დავალაგე და ჩანს კადრებში რომ პატარა ტურები მოსულები არიან და ჭამენ. ხო და მინდა რომ ყოველ წამოსვლაზე წამოვუღო ხოლმე საჭმელიც და წყალიც. რა თქმა უნდა, ტყეში საჭმელსაც მოიპოვებენ და წყალსაც, მაგრამ მინდა ჩემებურად რაღაცნაირად წავეხმარო რა. ძალიან სასიამოვნო არის ჩემი აზრით, მე მაგას რომ ნახულობ და რო ხვდები რომ მე მოუტანე რაღაც და მათ მიირთვეს, დალიეს, ძალიან სიამოვნებს. ტაისონი თამაშობს, რაც მოვედით რაღაცა დიდი ქვა უჭირავს, აქ ზემოთ აღმართზე დააგორებს, მე ესე აქ. აფხულის ლაშქრობებზე ყველაზე ცუდი მომენტი არის ხოლმე ეს ცეცხლის განთება. თუ რა თქმა უნდა სადღაც ძალიან მაღლა მთაში არ ხარ, სადაც უკვე აღარ ცხელა და ასი სიგნომა რომ ზაფხულია. ეს ჩემი ხოთის შესაძლოა ხო? ეს საქონლის ხორცი მაქვს ამოღებული ნეკნის ნაჭერი და იზის ლობიო. ასევე იზის შებოლილი სულკუნი. ატიხეზე. iPhone Pilot. აჯიკაია სვანურმარის გამოვიყენებ ტრადიციულად. ტაისონ ეს უნდა ვაჭრა კანი აქვს თავზე. ასეც ასე. შეშა ბოლომდე რო ჩაიწვევ და კარგი მსხვილი ნაკურჩხალი დაჯდება, მე პირდაპირ ზემოდან დავადება ნეკნს. ყველაზე პრიმიტიული მეთოდით მინდა შევწვა პირდაპირ ნაკურჩხალზე რო დავდო, მე გადმოვატრიალო მეორე მხარით და ეგ არის უმარტივესია და უსწრაფესი და ასევე ძალიან გემრიელი და რბილი გამოდის ეგრე საქონელი.
Patrzcie. Ej, są. Ej, są. Ej, są. Ej, są. Dzień karki. Jest gadaki, kto? გადავშალოთ ახლა ნაკვერცხალი. ასაღებად უფრო მარტივი რო იყოს. აუ ხელს რა ჩაიტანს. დაჭერს. ეს არის ყველაზე მარტივი პრიმიტიული მეთოდი, რომელიც ყოველთვის ამართლებს რამდენჯერაც არ უნდა ვცადო. უბრალოდ ამას უნდა მალე ამოტრიალება ჩათვალოთ გახურებულ ტაფაზე გაქვს, ძალიან ცხელ ტაფაზე დადებული. ძალიან კაი გამოვა. აი მე რო დავჭრი ქვაზე ნახავთ როგორი წვნიანი და რბილი იქნება. სულ ცოტაც და ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნეკნი ზად იქნება. ხას არ გაუსვა ქვემოთ ჭრისას. პირს გააფუჭებს. აუ რა კაი გამოვიდა. მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი. ასევე ხორცს დავუმატებ აჯიკაიას, ტარხუნის აჯიკას. ძალიან გემრიელი და არომატულია და მაგრად მოუხდება რბილ ხორცს. მეგობრებო, ეს არის ურბილესი. აი, აი. Tyson. არასდროს გეგონოთ, რომ ხორცი ეგრე დაიწვება და რაღაც თავური ყურადღება მიაქციო. კარგი ნაკვერცხალი იყოს და ცეცხლი არ ეკიდოს. დაიდან შეიძლება ძალიან ოდნავ გაშავდეს. შიგნიდან იდეალური არის. თავარი ნაჭერი. ძალიან მიყვარს საქონლის ცხიმი. თან საქონლის ცხიმი არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ცხოველური ცხიმი. მეგობრებო, ნარჩენები რაც არის, ის დიდი ძვალი, ცოტა ხორციც დავტოვე ზედ და ახლა ჩემგან ცოტა მოშორებით დავტოვე. წყალთან რო დავტოვე, კამერა აზრი არა აქვს. რატომღაც ფიქრობ რომ არ მოვლენ. ჩემი სუნი იქნება იქ. იარაღის სუნი იქნება. ცოტა ჩემგან მოშორებით და მაღლობზე დავტოვე. აქ დავაყენე. აქ დავაყდე ის ძვალი. ნახოთ აბა. სამკაის.
ესონი კარგი ბიჭია, ეგრე არა იღებს, მაგას დაუპითხო. ჩემი ქოხი კიდევ იქით არის, აი, მოშორებით და ახლა ასე მანძილზე არ მომერიდება არაფერს. ეგ კი არის ეს ქოხი, რომ პირველად უნდა გიორგი მავაშენეთ და მაგრამ ეს დავჭით მახსოვს სადღაც აი აქეთ რომელიღაც ხესთან იყო მოსული ტურა. ვიდეოში ჩანს. ნახოთ აბა ამ ღამითაც თუ გადაიღებს რამის კამერა, ბევრად მაგარი იქნება. ახლა უკვე საკვები დანამატებით რო ავღოთ ჯერჯერობით მხოლოდ კრეატინის. ბიფ პროტეინიც მაქვს წამოღებული და მაგას საღამოს დავლევ, აი შებინდებამდე რა. ვიტამინ ფავორის კრეატინი ოდ არატრადიციული მეთოდით უნდა დავლიო. ჩემ ტრენერ ლაშას უთქვამს. თუ დაგინახავთ სხვა ტიპები რო აი კრეატინს პირდაპირ იღებენ და პირში იყრიან და ეგრე წყალს აყოლებენ. ეგ მეთოდი ნაკლებად კარგია და რატო? კრეატინს კარგი გახსნა სჭირდებაო, ლაშა ასე მეუნება და უმჯობესია ჭიქაში ან შეიქერში გახსნა და ეგრე დალიო, მაგრამ დღეს მეგობრებო შედარებით წყლის დაზოგვის თემაზე ვარ გადასული, იმიტომ რომ იცით აქეთ წყალი არ არის, დღეში 6 ლიუს მაინც ვსვავ, 6 ლიტრაზე მეც და მაგნეს ფიზიკურად აქ წამოვიღებდი, წამოვიღე 750, თითქმის ისევ 750 და 3 ლიტრა. 5 ლიტრაც არ გამოდის რა და მანამდე სახლში კიდავლი 1 ლიტრა ნახევარი. ამიტომ დღეს ამ არატრადიციული მეთოდით უნდა დავლიო, ასე იშვიათად არ აუშვას, ბევრ წყალს ავაყორებ სამაგიეროდ და ეგ იქნება. აი ციტრუნის და არგინის რაც შეეხება, ამინომჟავები ეგენიც, მაგათ პირდაპირ ვიყრი ხოლმე ეგრე. ლაშა მითხრა რომ ეგენი მაინც კარგად იხსნება და ეგრე შეგიძლიაო. ახლა ხსნადი ყავის დროა. ძალიან იდეალურად არა ითქვიფა, მაგრამ რაცაა კაია. გემრიელია. ერთ 2 საათში ან 2 საათ ნახევარში ზეც ჩავა. მანამდე შეშას მოვიმარაგებ. რო კოცონი გამოვაცოცხლო. არ ვიცი რა ვაკეთო და სანამ ცოტა საქმეებზე გადავალ და გამოვედი აქეთ იქნებ ტელეფონმა დაიჭიროს. ძალიან ცუდად იჭერს რა თვითონ ნომერიც და ინტერნეტიც. მარტოობას მოკლედ თავისი მუღამი აქვს რა. მით უმეტეს ესეთ მარტოობას უკვე ტელეფონიც რო არ იჭერს და დიდად კონტაქტზე რო ვერ გადიხარ. ტელეფონი რო იჭერს ან ინტერნეტში ხარ, ვიმეს ელაპარაკები ან რამეს უყურებ და იმდენად ვერ გძნობ მარტოობას და აი ესეთ მომენტებში როცა არაფერი არ იჭერს და მართლა მარტო ხარ, ტელეფონი რო აღარ გეხმარება, უკვე მართლა მარტო ხარ. მერე მაგას უკვე სხვა მუღამი აქვს. თან ახლა უკვე აგვისტო არის. ძირითადად ყველა გასულია, ზოგი სად არის, ზოგი დასასვენებლად, ზოგს ისევ საქმეები აქვს და ძირითადად მარტო მიწევს სიარული ამ პერიოდში განსაკუთრებით. ტაისონმა გადათხარა აქაურობა და არ ვიცი ეს ბუზები ძირს იჯდნენ თუ რა ხდება, მაგრამ რაც გადათხარა, აი შემოსევა არის. ჩემ მაყურებლებში, ვისაც ლაშქრობები გიყვართ, მაგრამ მარტო არასდროს წასულხართ სადმე, დამიჯერეთ უბრალოდ სცადეთ რა. განსხვავებული არის. მარტო რო ხარ, ეგეთ მომენტში სადაც მართლა არაფერი იჭერს, მით უმეტეს სრულიად მარტო, მაგ დროს სხვანაირია რა. უფრო ისეთ რაღაცებზე ფიქრობ, რაზეც შეიძლება მანამდე არ ფიქრობდე.
უფრო მშვიდდებისავით. არ ვამბობ, რომ ქვემოთ თბილისში სიტყვაზე მშვიდად არ ვარ და რაღაცა, მაგრამ აი სხვანაირად მშვიდდები, ვერ აგიხსენებთ ასე. აი სრულიად სხვანაირია რა. ამიტომ ჩემი აზრით, ვისაც ლაშქრობები უყვარს, ყველამ უნდა გამოსცადოს და რო გამოცდით, მერე დამიჯერეთ, უფრო მეტად გენდომებათ. არის ხოლმე მომენტები, რომ სიტყვაზე მეგობრებთან ერთად მრავალ მაგარ ადგილას მივდივარ, უამრავ მოგონებებს ვნით ერთად და მთელი ამბები რა. ძალიან მიყვარს ზოგადად ჩემი მეგობრები. ყველა აქედან მოკითხვა, მართლა ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები და მათთან ერთად წასვლა ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება, მაგრამ ხანდახან მაქვს ხოლმე მომენტები, რომ მარტო მინდა ხოლმე სპეციალურად წასვლა. სახში რო ვიტყვი რომ ლაშქრობაზე მივდივარ თქო და მე მეწყიან ხოლმე ვინ მიყავს, ვისთან ერთად მიდიხარ და მარტო მეთქი და მარტო რა გინდაო მეუნებიან ხოლმე ჩემები და ვერ იგებენ რა უბრალოდ როგორი მუღამი აქვს. მართლა სხვა მუღამი აქვს რა და სხვანაირად ხარ მაგდროს თითქოს მარტო უფრო ძლიერდები კიდეც ფიზიკურადაც და სულიერადაც როცა მარტო ხარ ტყეში ხო შეიძლება რაღაც გაგიჭირდეს ადამიანს უამრავი რაღაც შეიძლება შეგემთხვეს არა მარტო ტყეში სადღაც რომ მიდიხარ შორმანძილზე და მაგდროს მაგ ყველაფერს რო გადაარახავ უფრო ძლიერდები რა ჩემი აზრით რო გაგიზიაროთ აგერ ტაისონის მყავს მით უმეტეს მარტო არც ვარ მაგრამ მაინც ადამიანი ხო არ არის ტაისონი მელაპარაკება თვალებით და ყეფით აქ რო დამიჯდება და ყეებს რო ქვა გადაუხდან ჯოხი და ადამიანი მაინც სხვა არის ამიტომ მეგობრებო ვისაც ლაშქრობები გიყვართ და რაც მთავარია გიყვართ ლაშქრობები იმიტომ რომ გიყვართ ბუნება რაც ღმერთმა შექმნა ეს საოცრება ყოველი დეტალი მიყვარს ბუნებაში და ყველა არსება მარტო გეუბნებით ხოლმე რომ კოღოები ბუზები და ტკიპები მეზღებიან რა აი ვისაც გიყვართ ასე ბუნება რამდენჯერმე წადით მარტო თუ უბრალოდ გეშინიათ მტაცებლების სადმე ისეთ ადგილას წადით სადაც იმდენად ისეთი მტაცებლები არ არიან ან იარაღი წაიყოლეთ და რაღაც ანიხმოურეთ ბოლო ღამით ან სიმღერები ჩავდეთ და უბრალოდ გამოსცადეთ ეგ საოცრება რაც არის მარტო ლაშქრობა დარწმუნებული ვარ რომ მაგრად მოგეწონებათ სანამ ზეჩავა ბიფპროტეინის დროა უკვე ამით წამოვიღე ნუ ეს კონტეინერი არის ბიფპროტეინს ზოგადად ვაკეთებ ხოლმე ან ვარჯიშის მერე ნუ დილას და მერე საღამოს ვარჯიშის შემდეგ და თუ იმ დღეს ვარჯიში არ მაქვს უფრო მოგვიანებით ვსვავ ხოლმე ზოგადად დაძინებამდე რაღაც დროით ადრე ცილის მიღება კარგი არის ღამით იზრდება ზუსტად კუნთი ღამით ხდება აღდგენა ცილის დროს ამიტომ არის აუცილებელი კარგი ძილი. აი ტყეში რატომ უნდა იყოთ განსაკუთრებით ყურადღებით შეხედეთ. ტკიპა არის ეს და აი ესე წერტილს შეამჩნევთ ანსაცმელზე რომ ამოგაცოცდეს. რა თქმა უნდა ვერა. მეგობრებო, უცებ გაგიზიარებთ საინტერესო რჩევებს ტკიპებთან დაკავშირებით, ვიდეოში დიდი დრო რო არ წავართვა ამ კონკრეტული მომენტით. მოკლედ მეგობრებო, სახლში რომ მიხვალთ, ტანსაცმელი უმჯობესია ეგრევე გაიხადოთ, როდესაც ლაშქრობიდან სახლში ბრუნდებით. ეგ ტანსაცმელი ეგრევე გაარეცხოთ, ჩანთა სადღაც არ დადოთ, შეამოწმეთ, გაბერტყეთ, აიონზე გაიტანეთ უმჯობესია, იმიტომ რომ ერთხელ აიონზე გავიტანე, ვალაგებდი და დავინახე, რომ ჩანთაზე დადიოდა ტკიპა. სახლში რო დატოვო ეგ ჩანთა და ყურადღება დიდად არ მიაქციო, შეიძლება ეგ ტკიპა გადავიდეს და ოჯახის წევრს უკმინოს, ან ისევ შენ. ეგრევე იბანავეთ, იმიტომ რომ ბანაობისას არაერთხელ შემინიშნავს ტკიპა, ძირთადად ფეხების არ ეშერიან ხოლმე ესე, ხელზე ცხოვრებაში არ მინახავს ტკიპა, ერთხელ ნახე მხოლოდ აქ, პირდაპირ ვინაზე იჯდა. ძალიან ყურადღებით იყავით ტანსაცმელთან, ჩანთასთან და თქვენს სხეულთან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში გადამტანები, რა შეიძლება ოჯახში ტკიპა შეიყვანო ისე რომ აზრზე არ იყო. პატარა ტკიპას არ წეღან გაჩვენეთ ეგეთ წერტილს ახალდაბოდებულს, რაც შეეხება საშიში დიდად არ არის, იმიტომ რომ ტკიპა საშიში არის მაშინ, როდესაც შენამდე უკმინა რაღაც კონკრეტულ არსებას, იმ არსებას სისხლში ქონდა რაღაც დაავადება, თუ მას მოსძვრა და შემდეგ შენ გიკმენს ან შენს ძაღლს, ეს დაავადება შენ სისხლში გადააქვს. შემოაქვს რო ჩაულებრივად. ამიტომ მაგასთან იყავით ყურადღებით. თუ დაინახეთ რომ ტკიპას ახალი ნაკბენი აქვს, დააკვირდით რა ზომის არის. არ მგონია ვიღაცამ ძალიან გაბერილი ტკიპა შენიშნოს სხეულზე, ესე იგი ყურადღება არ მიაქცია თავის თავს და ეს ტკიპა დიდი ხანი იჯდა და გაიბერა უკვე. ამიტომ ყურადღებით იყავით, წეღარებიც ჩამოგითვალეთ, ეგენი გაითვალისწინეთ.
ცეცხლი უნდა დავანთო უკვე, თორე აი ეს მომენტები არის, აი საათები რა საღამოს საათები სანამ ზე ბოლომდე ჩავა, ყოღუების შემოსევის პიკი, რასაც ქვია. ამ დროს არის ყველაზე ბევრი ყოღა, იმიტომ რომ ზე დიდად აღარ ანათებს ისე ცხელი ნათება აღარ აქვს, ასე რომ ვთქვათ. და თუ ქარი არ ქრის, ამ დროს არის შემოსევის პიკი. არ მკბენენ, მაგრამ რადგან სპრეი მასხია რო ვერ მეკარებიან ტანზე, უბრალოდ ყურებთან ბზუიან და საშინელება არის. და კოჩხაზევე დავყრი ამას და წესით მოეკიდება. ამის კვამზე კი წავლენ მერე. ეგ არის. ეს თოვლის დროს მოტეხილი ტოტებია და ჯერ ისეთი ხმელი მაინც არ არის, რომ ცეცხლის დასანთებად გამოიყენოთ ამე და ზემოდან დავაყრი უბრალოდ. წვრილი ფიჩხებივით რა. საღამოს კვებაზე ვაპირებდი, რომ იზის ლობიო მეჭამა, მაგრამ რაღაცნაირად ლობიოს მუღამი აღარ მაქვს რა. და თან წამოღებული მაქვს, აი ეს, აჯიკაიას ნუგბარი. ერთ-ერთი საყვარელი ტკბილეულია, სადაც შედის სხვადასხვა მარცვლეული და თაფლი. რამდენიმე კოს შევჭამ და აღარც მომშვიდება მერე. ესე გამოიყურება ძალიან გემრიელი რა. არა, ტაისონ, შენთვის არ შეიძლება. გემრიელესი არის რა. აჯიკები ხო ძალიან მიყვარს, მაგრამ აჯიკაიას ამაზე კაი არაფერი შეუქმნია. იქით ამ ხრიდან სროლის ხმა ისმის. კოღუები ახლა ტაისონს აეკიდნენ. არა ტაისონს ამხელები წვიცავს. სახეზე როგორ ესევიან. აუ საზიზღრები ესენი. წუთი-წუთზე უკვე დაბნელდება. მივაყარე შეშარო. აქ ის კარგად. მეგობრებო, წეგან ჩემთვის სიმშვიდეში ვიყავი, გავისვენე, დავტკბი, ვილოცე, ფიქრობდი რაღაცებზე და ერთი ამბავი გამახსენდა. ეს ამბავი მოხდა თითქმის 5 წლის წინ. მაშინ დაოჯახებული არ ვიყავი. ჩემი და ნინის დაოჯახებიდან უკვე 4 წელი გავიდა ამ ზაფხულს. შესაბამისად 5 წლის წინ მოხდა, იმიტომ რომ ახსოვს ეგ წელი იყო 2021. ზაფხული იყო თუ გაზაფხული, პერიოდი უკვე არ მახსოვს. ზამთარი შემოდგა. მოკლედ სანამ ამბავს მოყვები, გეტყვით რომ ეს ამბავი იციან მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ჩემმა ძალიან ახლო მეგობრებმა. ეგეც რამოდენიმე. ასევე მინდა გითხრათ, რომ აი
უფალი იესო ქრისტეს წინაშე გეუბნებით ამ ბავშვს თუ რაღაც სიტყვა დავამატო, რაღაც ჩემი გამოგონილი და ასე შემდეგ. რასაც მოგიყვებით, თავიდან ბოლომდე არის ნაღდი, რაც პირადად მე და ჩემთან დავინახეთ ჩვენი თვალით. ამას წინათ ერთ ჯგუფში დავპოსტე ანონიმურად, მაინტერესებდა სხვების აზრი, რას ფიქრობდნენ ამ კონკრეტულ ადამიანის მოვლენასთან დაკავშირებით და მაშინ 2021-შივე გონი ზამთარი იყო ცხეთაში, წმინდა ნინოს წყარო არის და იქ ჩავდივართ ხოლმე ოჯახი, როცა მშვის მონასტერზე ავდივართ და მამაზე ბულონი ცხოვრობს იქ და მასაც მოვუყევი ეს ამბავი. მოკლედ, ეს ამბავი მე და ჩემდას გადავხვდა ნიას. მე და ნია ვართ სახლში, ნიას ოთახში ვზივართ, ნიას ოთახი და ზალა გამოყოფილი არის დიდი ფარდით. ფარდა გადაწეული არის, ზალაში აღმოსავლეთის მხარეთ, საიდანაც მზე ამოდის, გვაქვს უზარმაზარი ხატების კუთხე და ყოველთვის ხატების კუთხის წინ ხატების კუთხესთან ყოველდღიურად ვანთებთ ხოლმე სანთელს და საკმაელს. სულ რა მუდმივად. თუ არ გამოგველებოდა და რამე ისე არ მოხდება, რომ უცებ ვერ ვიყიდით. მაგ მომენტშიც ეგეთი რაღაც გავაკეთე თქვენად ჩემო და ნია თავის ოთახშია ტანსაც მეს კეცავს. მეც ნიას ოთახში ვარ, პატარა მაგიდასთან ვზივარ ლეპტოპით, ერთად ვიყავით რა, რაღაცებს ვლაპარაკობდით და ფარდები გადაწეულია, ფანჯრები დაკეტილი არის, რაღაც სინათლე არ არის, არაფერი არ არის, რაც ესე ამ ფიზიკურ სამყაროში აიხსნება კონკრეტული ანარეკლები და რაღაც ესეთები. აი ეს ამბავი რაც უნდა მოგიყვეთ რა თავიდანო გეუბნებით. არც ჩვენი წარმოსახვა არ არის და ორივემ დავინახეთ ზუსტად ერთი და იგივე რაღაც იდენტური. მოკლედ სანთელი ანთია და ზუსტად ჭერიდან სანთლის ალის ალამდე სისწორეში ეს ხდება წამის მიასედებში, წამიერად რა, ძალიან სწრაფად ხდება. ეხა მაჟირალებს რო გიყვებით. სისწორეში ეცემა ძალიან კაშკაშა სხივი, იდეალურად სწორი. ოღონდ ეს ისე არ ხდება, რომ აი ესე ნელა ჩამოვიდეს და დაეცეს. აი ძალიან სწრაფად. მეგობრებო, ეს სხივი იყო იმდენად კაშკაშა, რომ მართლა გეუბნებით, ეგეთი სინათლე არაფერი მინახავს. აი ეს ფანარი რო ავანთო და თვალებში მივინათო, ესეც კი არ არის ეგეთი კაშკაშა ეგრო იყო. აი ძალიან კაშკაშა იყო. აი ზედმეტად თეთრი იყო, აი ძალიან კაშკაშა, სანთლის არს დაეცა და ხო იცით ატომური ბომბის აფეთქების ვიდეოები რო არის, აი დიდი აფეთქება როა და აი ღრუბლებში და ის ოკეანეში რო აი ეს ბურთივით რო იშლება რა ეს აფეთქება და მისი ტალღა. ალს რო დაეცა, ეს რაღაცა რაც მოხდა არ ვიცი, ესე მრგვალად გაიშალა რა. ეგეც იყო ძალიან კაშკაშა, ისეთი რომ აი თვალს მოგჭრიდა. მაგ მომენტში როცა ეგ დავინახე, ვიგძენი ძალიან საოცარი სიამოვნება, ახლაც მაგას ვქნებ, ანუ რაღაცნაირი ბედნიერება და ზედმეტად კარგი რაღაც ვიგძენი რა. ეს სულ მაჟრიალებს, როცა მაგ ამბავს ვიხსენება მყვები. მაშინ ჯგუფშიც რო დავპოსტე, აი დაწერის დროსაც კი მაჟრიალებ და ნიამ ესეთი რაღაც გააკეთა, შეცბა უცებ, მაგრამ ნიასაც გაუხარდასავით. ორივემ ერთმანეთს შევხედეთ და ვკითხეთ ერთმანეთს, რომ აი შენც ეგ დაინახეო, გაუცებულები ვიყავით რა. აი მართლა უფლის წინაშე გეუბნებით, თუ რაღაც დავამატო, რავი, ღმერთმა დამსაჯოს უსასტიკესაც თუ ამბავს ვიგონებდი ან რაღაცას ვამატებდე. ვისაც არ გწამთ, ან უბრალოდ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ ჩემი ეს მონაყოლი უბრალოდ გაატაროთ და კომენტარებში რაღაც სისულელის დაწერას და ცილის წამებას ჯობია უბრალოდ არაფერი მითხრათ მეგობრებო, მაგრამ აი ვისაც გავსი თემების გჯერათ და საერთოდ ღმერთის გწამთ, მართლა გეუბნებით, რაც მე დავინახე, იყო ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე ბედნიერების მომგვრელი და ამავდროულად ყველაზე ამოუხსნელი რამ, რაც ამ ცხოვრებაში მინახავს. აი ეგეთი კაშკაშა და ეგეთი ნათელი ცხოვრებაში არაფერი მინახავს და არც ვიცი რა იყო, ანუ ჭერიდან სანთლის ალამდე იდეალურ სისწორეში არაფერი დაბრეცი და ძალიან სწორად ეცემა სხივი სანთლის ალს აი ესე მრგვალად შლის და ქრება, აი სულ ეგ არის, არც ხმა ქონია, აი არაფერი. და ეს იწვევს ჩვენში უდიდეს ბედნიერებას. არ ვიცი, ვინც ესეთ ამბებში ერკვევით ან საერთოდ რას ფიქრობთ. მე მაშინ მამაოს რომ მოვუყევი მცხეთაში, მითხრა რომ ძალიან კარგი არის, ყურადღება მიაქციეო. სასწაულები ზოგადად ამ სამყაროში უმიზეზოდ არ ხდებაო, ყველაფერი უფლისნებით ხდებაო და კარგიაო რა ყოველ შემთხვევაში. მაშინ ჯგუფშიც დავპოსტე, მორწმუნე ადამიანებმა ვინც მიპასუხეს, ყველამ დადებითად მითხრა ამ ამბავთან დაკავშირებით. მის მერე 5 წელია გასული. არ ვიცი, ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე წიგნაკიც მაქვს ცალკე აღებული, სადაც მსგავს ამბებს ვიწერ ხოლმე, რაც პირადად გადამხდენიან ჩემ ოჯახის წევრს და
აი ეს ამბავი არის ჩემთვის ყველაზე გამორჩეული, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. დღემდე არ ვიცი რატომ მოხდა, რატომ დავინახეთ მედანიამ და აი რა იყო მაგის მიზეზი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგი იყო, იმიტომ რომ საოცრად ძლიერი ბედნიერება ვიგრძენით და მართლა დედოსპიცა ვარ და არ ვიცი რა საოცრება იყო. ახლაც რო ვიხსენებ, უბრალოდ ბედნიერი ვარ და აღარაფერი არ მახსოვს მაგის გარდა. არ ვიცი მეგობრებო, ძალიან არ მინდოდა საერთოდ ამ ამბის გაზიარება არავისთვის, როგორც უკვე თავიდან გითხარით, ხოლმე ოჯახის წევრებს ვუთხარით მაშინ მედანიამ და ჩვენთვის ძალიან ახლო ადამიანებმა იციან ეს ამბავი. მართლა არავისთვის მომეყოლია, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა მსგავსი ხდება და მით უმეტეს მე იუთუბერი ვარ, ბევრი მაყურებელი მყავს, რომ მოუყვე, ყველა იფიქრებს, რომ აი ეს რაღაცებს იგონებს, ეს იმიტომ ყვება, რომ ნახვები კონდეს და ასეთი რაღაცეები. ვინც მე მართლა მიცნობს, იცის, რომ ეგეთი რაღაცები მე არ მაინტერესებს. რაღაცის მოგონება რომ მინდოდეს, ეგეთ რაღაცებს არ მოვიგონებდი მით უმეტეს და არც მინდა რაღაცების მოგენება. ზოგადად ტყუილზე აგებული ცხოვრება ცუდია და საერთოდ ტყუილზე აგებული ნებისმიერი რამ ცუდია და არანაირი პლუსი მაგას არ აქვს და არ ვიცი ეგ რა იყო, რატომ მოხდა მაინც და მაინც ჩვენს თვალწინ და ჩემი და ნიასთვის ასე რომ ვთქვათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი იყო და ძალიან გამიხარდება თქვენაც თუ დაწერთ კომენტარებში ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რაიმე მსგავსი თუ გინახავთ თქვენს, მაშინ მამაზებულმა მითხრა, რომ ამ პატარა ტაძარი აქ იქ წმინდა ნინოს წყაროსთან და აქაც გვინახავს მსგავსი რაღაცო. ძალიან კაშკაშა, სხივი იყო ნათელიო, ესე მითხრა, მაშინ ამის ფოტოც არსებობსო რა. მოკლედ არ ვიცი მეგობრებო, თავიდანვე გითხარით, რომ ამების გაზიარება არ მინდოდა, მაგ კონკრეტული მიზეზების გამო ჯგუფშიც ანონიმურად დავპოსტე მაშინ, რომ ვიღაცას არ ეგონოს, რომ ამას ეს იუთუბერია და ნახვების გამო იგონებს რაღაცებს და ასე შემდეგ. ვინც ეგეთ რაღაცას იფიქრებთ მეგობრებო, რა მირჩევნი არაფერი გითხრათ. თუ რაღაცა ჩემზე ცუცი ფიქრებთ, მე არ მეწყინება და ნებისმიერ ამის მიუტევებ ადამიანს, მაგრამ მინდა რომ ვინც ეს ამბავი გულთან მიიტანა და დაფიქრდა, თქვენი აზრი გამიზიაროთ. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 5 წლის მერე გიყვებით რაღაც ამბავს, რომელსაც თელი ეს რომ მალავდი რა, მაგ კონკრეტული მიზეზის გამო. და მეგობრებო, მთავარი რატომაც გაგიზიარეთ ახლა ეს ამბავი, წეღა რომ ლოცულობდი და ბევრ რაღაცაზე ფიქრობდი, უცებ ეს ამბავი გამახსენდა და დავფიქრდი რა. როდესაც ადამიანი რაღაც სასწაულს იხილავს, ჩემი აზრით არ უნდა დამალოს და უნდა გააზიაროს. აქამდე როდესაც მსგავსი ამბები ჩემი ძალიან ახლო ადამიანებისთვის მომიყოლია, გამიფრთხილებია ისინი, რომ მოდი არავის უთხრა მეთქი, რომ ესეთი რაღაც მოგიყევი თქო რა, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი არ დამიჯერებს თქო და არ მინდა რომ ჩემზე ვიღაცამ რაღაც ცუდად იფიქროს თქო და ეგ უკვე აღარ მაინტერესებს საერთოდ. ვფიქრობ რომ როდესაც რაღაცა ისეთ სასწაულს და ისეთ მოვლენას შეესწრები, რომელიც ასე ყველას არ უნახავს და ბევრისთვის ამოუხსნელი არის, ჩემი აზრით უნდა გავაზიაროთ ასეთი ამბები. უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს და შეიძლება ასეთმა ამბებმა სხვების ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს, ბევრ რამეზე დააფიქროს და ასე შემდეგ. აი ზუსტად ამიტომ გაგიზიარეთ ეს ამბავი წეღან ლოცვისას მაგ დასკვნამდე მივედი და ეგრევე ვიფიქრე, ახლა ამ თაიმლაპს რო გავთიშავ თქო, ეგრევე დავჯდები და ადამიანებს მოუყვები ამ ამბავს თქო. აი იქით რაღაც დადის. რო ვიჯექი წეღან სკამზე. ხმა გავიგე. შეიძლება პატარა ტურები იყვნენ, მელა, დიდი ტურა. ენოტი მაჩვი რავი 1000 რაღაც მე ის მაინტერესებს ზემოთ კამერასთან თუ მივარამე ნახოთ აბა იგი დასტერდებოდა და ისონი პირდაპირ საკმაოდ ბევრი რაღაც დაბოდიალობს სოგი აქეთ წამოთა ისონება გავიგებთ აუ რამის წყალი დავუქცი ესე ხო ვერაფრის გამოიჭერა, ურთულესია. ტურების ხმოვილი. იქიდან არის. აქეთ სიმშვიდეა. აქეთ მონადირის ძაღლის ხმა ისმის, დევრის.
ეს ახლოს არის. ეს უფრო ახლოს არის. რა არის ტაისონ? ძალიან ცუდი ღამე მელის მეგობრებო, იმიტომ რომ ჩემი თხელი გზელკვლავიანი რომ მაქვს ხოლმე ქუდით, კაპიშონით. ეგ არ წამომიღია, რატო დამოვიწყდა არ ვიცი. შანსი არაა რომ მოკლედ მე ლაშქრობაზე წავიდი და რაღაც არ დამოვიწყდეს რა. მაგის მიზეს მივაგენი. მე და გეგი ვსაუბრობდით ამას წინაც და ან უცებ რო არ აგებ ბევრ რაღაცას ლაშქრობაზე რომ მითხარ, ბევრი რაღაც მიგად, პატარა დეტალები, პატარა ნივთები, დიდი ნივთები ესა და ეს შანსი არა რომ რაღაც არ გამოგჩეს. მაშინ სია უნდა ჩამოწერო წინასწარ. ჯობი ეგრე უკნაძე. შემოვედი და ჩავწექი საძირო ტომარაში. აუ რამდენი კოღოა ზემოთ. რაღაც აქ არის. კომფორტულად წევარ. ქვემოთ მიდევს ცარიელი ბოთლი, ბალიშად გამოდგება რა. ცოტა ხანი ტელეფონში ვიქნები. მე მოვითენთები ცოტა და დავიძინებ. ადრე უნდა დავიძინებ, დღეს აბა რა ვაკეთო. ტაისონმა დღეს საძირე ტონის ნაცვლად მიწაზე ძირიან ჯობინა როგორ ჩანს. ხრინავს. რაღაც არის ახლოს ნახეთ. აი შიროსონა და ტაისონი. ეგრე იცის ხოლმე. ტაისონ რა ცხოველი სონია, რას ვფიქრობ? ეგრე ახლოს არის? დაწექი ტაისონ, დაწექი. მოდი. მოდი ტაისონ, დაწექი. და იქიდი გაეთ რაც კიდე იყოს. შენ კარგი ბიჭი ხარ. დაწექი ტაისონი. იმედია დამაძინებენ რა. მეგობრებო 2 საათზე მეტია დაძინება ვცდილობ და უბრალოდ კოღოები არ მაძინებენ, აი ტანჯვა რასაც ქვია რა. სთან შორს რო არ იყოს მანქანა და ცუდი სასიარულო რო არ იყოს, აი ახლა ჩავალაგებდი ყველაფერს და წავიდოდი. სერიოზულად გეუბნებით, ისეთი ცუდი არის. როგორ მე უნდა ვცადო რა. მოკლედ დღეში ვარ დამკვირვებელი რა, ვერ ვიცინებდა. ესე ამოიბინა რაღაცა. ოღონდ ეს პატარა არ არის მძიმე არის, აი ტაისონი რო დარბის ხომ ეგეთი თემა. ტურა მელია. შეიძლება შველიც. აუ რა ახლოს არის ტიპები. ტაისონ არ გახვიდე. მოდი აქ. ეგ არც იფიქრე. შენ რო რამე დაგემართოს, ტაისონ მთელ ხროვას ამოხოცა. აი გაჩვენდნენ. მოკლედ მეგობრებო, მგონი დაძინება არ მეღიშსება. აი მათ ხმაზე რა დამაძინებს, ეხლა გათიშულის რო იყო, გაგეღვიძება რა, მაღვიძა რასავითაა. გესმით? რაღაც დაიჭირეს. და მოკლეს. ადამიანის საუკეთესო მეგობარი სამუდამოდ. ჩემი კარგი ბიჭი, ჩემი მამაცი,
გასვლას აპირებთ. მაგრამ მე თუ არ უთხარი შანსი არ გავიდეს. 4 დაიწყო მეგობრებო. წვეთი არ მიცინია. ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი ღამე, რაც კი დღეში მქონია. იმდენი გოღოა, არ მკბენენ თან, საერთოდ ერთიც კი არ მაჯდება, მაგრამ აი ყურში მესმის საშინელი წვილი გაუჩერებლად. ახლა ამას ემატება ისო წვიმა წამოვიდა. არა და აი ამინდის პროგნოზში ერთი კვირის მანძილზეც კი არ ეწერა საერთოდ არსად წვიმა. ეს ნახეთ რა საყვარელი მთელი ღამე ასეა. ამას კი სცინავს. საშინელება არა, ხო იცით უძილობა მისხება. ძალიან მოწესრიგებული ძილის გრაფიკი მაქვს და რომ მერევა ვერ ვძლებ. შანსია რაც მე და მეძინოს ასე მომიწევს ყოფნა გათენებამდე. ცეცხლს მაინც დავანთებ. ტაისონ მორჩა თამაში. ეს დაინთება თავისთვის თორე მეუბერო. სუყვამლი დგება და დავიხრჩოვი. გამი კაი დასანიავებელი მინდოდა და აი არტურ მორგანი დამეხმარა. დავანთე ცეცხლი. ესე ვიჯდე გათენებამდე საერთოდ ავდგე და წავიდე. უბრალოდ ამ შუაღამისას არ მინდა ტყეში ბოდიალი, სანამ მე მანქანამდე ჩავათან ასეთ ცუდ გზაზე. დაძინებით ვერ დავიძინებ, შანსი არა. გონი მთავარი ექსტრემი იწყება. მოგეთ ფოტოხაფანგი ავიღე, სატყუ არ აღებული დამხდა. ანუ რაღაცა მივიდა და აიღო, აღარ გადამიმოწმებია. ჩავბარგდი. გათენებამდე დარჩენილია დაახლოებით საათნახევარი. რაღაც უცადო. ახლა მე და ტაისონი წავალთ მანქანაში. დავბრუნდებით სახლში. ტაისონ. ჰოპა. ხამით გაგნება. მარტივი არ უნდა იყოს. ყურადღებით უნდა ვიყო. ზარ ამერნის. იარაღი ხელში მიჭიროს. ტყვია ჩადებული მაქვს. ტაისონ, მისმინე? ტაისონ, შემომხედე? ტაისონ, მანქანასთან მიმიყვანე. წავედით. აი ეს არის ხოლმე ცუდი მონაკვეთი დღისითაც რა. დიდად არ ეტყობა. ტაისონს უნდა გავუყვე. ტაისონ ცოტა ნელა რო დაგეწიო. ოჩა, მაგარი ბიჭი ხარ. აქედან იწყება ცუდი დაღმართი. ფრთხილად უნდა ჩავიდე. გორდულად ფეხები. ეგარი. გავუყვები რა ამ დაღმართს. წინაზე აქ წავიქეცი რომ ჩამოვდიოდი. იმდენად ცუდი დაღმართია. ტაისონ, მანქანა სად არის? მიდი მიმიყვანე. სუდავსელდი. სად არის მანქანა, აბა? მიდი მიმიყვანე. აჰა. სუსტად მანქანასთან მომიყვანა. მაგარი ბიჭი. როგორც იქნა მეგობრებო. რა დაღლილი ვარ თქვენ არ იცით.
სანამ იქიდან ჩამოვედი და მაგარი უძილარი ვარ. მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.